ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმჯობესია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე. ეს როგორც მოგეხსენებათ, არის იუნკერების ხსენების დღე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია მათი გმირობის შესახებ ხსოვნა გადავცეთ მომავალ თაობებს. ასეთი ადამიანების გმირობა მოიტანა დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ვალია პატივი მივიღოთ მათ ხსოვნას. თემა რო ამოვწუროთ შეიძლება ბატონო ირაკლი, რა საერთოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც აანონსებს იგივე 25-ში დიდ აქციას და მისი თანამოაზრეებიც ფიქრობენ, რომ დღეს იგივე გამოწვევებია ქვეყანაში თითქმის. კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში განმეორებული იყო 1921 წლის სცენარი. თუმცა თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ, იყო პირდაპირი მოთხოვნები, პირდაპირი მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. ამერიკისა და საქართველოს ბრიტანული მოდელი არის, რომ გითხრათ, რატომ დადგა საჭიროება, რომ ჩამოცვლებული იყო დამჭრალობის კანონი. ეს არის სინამდვილეში deep state-ის საწინააღმდეგო პაკეტი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის კანონმდებლობით, ამას ემსახურება თითოეული კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ეს ეხება მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთე არის საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება ნებისმიერ სხვა კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის გვაქვს დღეს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიც არის დაინიცირებული. სამშობლოს პალატასთან დაკავშირებით აღნიშნულმა დაბრუნებას. ახლა რატომ გახდა საჭირო აღნიშნული შემოbrunება და რა ფორმით იქნება თუ არის გადაუცნობელი? თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის 2008 წელს ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდა სამშობლოს ღალატის მუხლის, ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. თქვენ იცით, რომ სამწუხარო ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აკრიტიკებს ასევე დონალდ ტრამპის პოზიციას. თქვენი შეფასება როგორია? რა თქმა უნდა, ომის თავიდან არიდება უკრაინაში იყო თავისუფლად შესაძლებელი. თქვენ გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში. თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი. იყო პირველ რიგში deep state, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დაწყებული იყო, სხვადასხვა ინტერესები ამასთან დაკავშირებული.
ომის თავიდან არიდებაზე მაქვს საუბარი და არა სამხედრო აგრესიაზე. სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ ამ ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიპსტეიტმა პირიქით გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო. რაც არის უდიდესი დანაშაული არა მარტო უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა მთლიანად ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც დიპსტეიტმა ჩაიდინა უკრაინელი ხალხის წინაშე, კაცობრიობის წინაშე. არ უნდა დაშვებულიყო ეს ომი, თუმცა გამორდული ძალები პირიქით ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს ომი შემდგარიყო. რაც ძალიან მძიმე შეფასებას რასელოდება ქართული ოცნება ვიცით რომ ამ სიტყვებზე ყოველთვის ქართული ოცნების მისამართით კრიტიკული განცხადებები კეთდება და არ მხოლოდ განცხადებები რასელოდებით ევროკავშირს აქვს უამრავი თავისი პრობლემა და ალბათ უფრო მეტად იქნებიან დაკავებული საკუთარი პრობლემების მოგვარებით. ეს არის მძიმე ეკონომიკური პრობლემები, თქვენ იცით რომ კრიზისული ვითარებაა დღეს ევროკავშირში, არის მძიმე ტენდენციები ეკონომიკური რეცესიის თვალსაზრისით. ალბათ უფრო მეტად ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. არ არის საინტერესო არაფერი საინტერესო თემა ეს არ არის. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ალბათ უმჯობესია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე. ან ქვეყნის ეკონომიკაზე ვერ მოახდენს გავლენას, ხვალ მიიღეს რაიმე ისეთი გადაწყვეტილება. ეკონომიკა ვითარდება სწრაფი ტემპით. იანვარში გვაქვს კარგი მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ აქ მდგარ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, რომ რაღაცნაირად შეეფერხებინათ ეკონომიკის განვითარება, მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს დეკემბერში, თუმცა ვერ შეძლეს იანვარში. იანვარი ჩავხურეთ ჩვენ ძალიან კარგი მონაცემებით, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალში ცოლოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას. ასე გაგრძელდება ეს პროცესები. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის პოლიტიკოსები და ბიუროკრატები უნდა იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე. რამდენიმე კვირის წინ მოქალაქეებმა ასეთი კითხვით მომართეს ქართულ ოცნებას, როდესაც ჩვენ წერდით, რომ თუ ქართული ოცნება დარჩენილია საკუთარ გამარჯვებაში, რატომ არ ნიშნავს ის ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსო? მაინტერესებს რას იპასუხებთ და ამავე კითხვით გადმოვალ თქვენთანაც, თუ ქართული ოცნება დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, რატომ არ უკმაყოფილებთ ამ ადამიანებს ამ მოთხოვნას, რომ შენიშნოს ხელახალი არჩევნები? მე მგონი არა სულელური შეკითხვა და თქვენც ალბათ უნდა ხვდებოდეთ, რომ კითხვა არის სულელური. რამდენჯერაც ვიღაცას მოუნდება გატესტოს ჩვენი რეიტინგი. სულელური კითხვები ეს არის აზრი, რომელსაც ხო და მასე თქვი, მაგრამ ჟურნალისტს არ მithქვამს. პოლიტიკოსებს ვთქვი. რომ დავაზუსტოთ. ასეთ სულელური აზრები მოდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა, ხო დემოკრატია. საქართველოში ადამიანებს აქვთ უფლება სულელურ აზრებსაც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავილაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველა შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში. ბატონო ილაკი, მეც მაქვს ერთი კითხვა, თუ შეიძლება. საქართველოსა და ამერიკას შორის ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვა თუ მოხდება, რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში? ჩვენ გვაქვს ამის სურვილი და ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც გვინდა კონკრეტული გზამკვლევით სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, აქვს შიდა საკითხები, რომლებიც არის მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად ადგება ის დრო, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისათვის, რომ გადაიდვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დიპსტეიტის დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი დიპსტეიტის დამარცხებას, გადაიდვირთება ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სიტყვით ასევე ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციაზე, ეს არის კონსერვატიული პოლიტიკის მოქმედების ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც
რომელსაც ქართული ოცნება ყოველწლიურად ესწრებოდა. წელს არ ხართ ამ კონფერენციაზე, თუ შეიძლება გითხრათ მიზეზი რა არის ამის? ვაშინგტონში ჩვენ არ ვესწრებოდით ხოლმე ამ ღონისძიებას. წელს გაიმართება ასევე ბუდაპეშტში ანალოგიური ღონისძიება და ამ ღონისძიებას აუცილებლად იქნებით წარმოდგება. არა, ვაშინგტონი სხვა ფორმატია. ანუ ვაშინგტონში სიპაკი იმართება განსხვავებულ ფორმატში, ბუდაპეშტში იმართება განსხვავებულ ფორმატში და ფორმატი ბუდაპეშტში ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ჩართულობას. აქედან გამომდინარე, წელს აუცილებლად იმედი გვაქვს, რომ იქნება მოწვევა, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას სიპაკის მუშაობაში. ფორმატია განსხვავებული ვაშინგტონში, განსხვავებით ბუდაპეშტისგან.